ვახოს ანაიას რეპორტაჟი პოლონეთიდან. ერთი წელი კაჩინსკებისა და პოლონეთის დიდი ტრაგედიიდან. რუსული გამოძიების დასკვნა კატინის ავიაკატასტროფაზე, რომელმაც პოლონეთი აღაშფოთა. როგორ დაბრალდა ყველაფერი პილოტის შეცდომას. რატომ რჩება დღემდე შავი ყუთი მოსკოვში? პოლონეთი ლეხ კაჩინსკის შემდეგ. პოლონეთ-რუსეთის ახალი ურთიერთობები მოსკოვის მთავარი ოპონენტის დაღუპვიდან 1 წლის თავზე. თბილისისა და ვარშავის ურთიერთობა საქართველოს დიდი ლობისტის სიკვდილის შემდეგ. ვახოს ანაიას ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ დაღუპული პრეზიდენტის ძმასთან, იაროსლავ კაჩინსკისთან. არსებობს თავდასხმის ვერსია და მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეს ვერსია უარყო. გენერალური პროკურატურა კვლავ განიხილავს თავდასხმას ერთ-ერთ ვერსიად. ერთი რამ უტყუარია, რუსები ვალდებულები იყვნენ და ეკეტათ აეროპორტი და ეს არ გააკეთეს. რუსმა დისპეჩერებმა პილოტების შეცდომაში შეიყვანეს, რომ ისინი ასაფრენ ბილიკთან არიან. კაჩინსკების ტრაგედია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღევანდელ ჩვენს გადაცემას გთავაზობთ პოლონეთიდან, ვარშავიდან. 1 წელი სრულდება პოლონეთის ეროვნული ტრაგედიიდან. ზუსტად 1 წლის წინ მსოფლიოს შეძრა კატინში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამ. ზუსტად 1 წლის წინ, ერთ დღეში პოლონეთმა დაკარგა თავისი სამხედრო პოლიტიკური ელიტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ვარშავაში, სასაფლაო პოვონსკიზე, სადაც დაკრძალული არიან კატინის 2010 წლის ტრაგედიის შედეგად დაღუპულები. როგორც ყველასთვის ცნობილია, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე ვაველის ტაძარში, კრაკოვში დაკრძალეს. მაგრამ დედაქალაქელთა სურვილით სხვა დაღუპულებთან ერთად პრეზიდენტისთვის პატივის მიღება აი ამ მემორიალთანაც შეიძლება, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის და ასობით სანთელი ინთება. ამ მემორიალზე ყველა დაღუპულის სახელი და გვარია ამოტვიფრული. დღეს მთელ მსოფლიოს აინტერესებს, რა შეეწირნენ ეს ადამიანები. ჩვენი რეპორტაჟის პირველი ნაწილი. ვიწყებთ საუბარს გამოძიებაზე, რა მოხდა კატინში და რა ვერსიას ავითარებს რუსული გამოძიება. აეროდრომი სმოლენსკი, რუსეთის სადისპეტჩეროში ჩაწერილი საუბრები, ტრანსკრიფცია. 2010 წლის 10 აპრილი. რაღაცნაირად უნდა გავიდეთ მთავარ ცენტრზე, რომ პოლონელს გადასცენ იყოს მზად, სათადარიგოზე წასვლელად. დავაზუსტოთ, რამდენი აქვს საწვავი. მას რუსული ფაქტობრივად საერთოდ არ ესმის. ალო, დღემშვიდობისა, ჩრდილოეთიდან გაწუხებთ. მისი მმართველობის ქვეშ მოდის ახლა პოლონური პორტი. მათ უნდა გადავწით როგორღაც, სანამ ნორმალურად მუშაობენ. ჩვენთან ისია, ხელადობა 400 მეტრი. რატომ ვიღებთ ახლა ჩვენ მას? გადაეცით მოსკოვს. თქვენ გაქვთ მათთან კავშირი, ჩვენ არ გვაქვს. თუ კი მან რუსული საერთის ჯამდება, ხომ საერთოდ. კითხე, რამდენი აქვს საწვავი? საწვავი, რამდენი გაქვთ? დარჩა 11 ტონა. ნუ კონდე ეყოფა სათადარიგო აეროდრომი. სათადარიგო აეროდრომი რომელი გაქვთ? ვიტებსკი, მინსკი. შენ უთხარი რომ პირობები არ გვაქვს. ხილვადობა. ნისლია, ხილვადობა 400 მეტრი. მადლობა, მაგრამ თუ შესაძლებელია ვწდი მოახლოებას. მაგრამ ამინდი თუ არ იქნება წავალთ მეორე წრეზე. წნევით 7-4-5 ვეშვებით. ამის დედაც ჩვენთან ჯდება, ასე მითხრეს. ანატოლი ივანოვიჩი, იჩქარეთ, ის უკვე წრეზეა. მან ხომ სადმე უნდა ილაპარაკოს, თორემ სულ ასე იფრენს. არა, თქვენი მოვალეობა შეასრულეთ. დავიკავე 500 მეტრი. 500 მეტრი. სამხედრო აეროდრომზე დაშვება, მანამდე გაგიხორციელებიათ? დიახ, რა თქმა უნდა. პოლონური ასერთი, 100 მეტრიდანაც იყავით მზად მეორე წრეზე წასასვლელად. არის 10 საათი და 40 წუთი. 3 წუთი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე. უარესდება. ის ვერ დაჯდება. შემთავარია უთხარი მეორე წრე. ესე იგი მეორე წრე და მორჩა. შემდეგ დაე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. აი გამოჩნდა, აი გლისადა. შასები გახსნილია, პოლონური ასერთი.
ასაფრენიზოლი თავისუფალია. შუქი ჩართეთ. ჩართულია. ჰორიზონტი 101. სიმაღლის კონტროლი. ჰორიზონტი. რამდენი მოვიცადოთ? მეორე წრეზე გასვლა. მეორე წრეზე გასვლა. სად არის? მეორე წრეზე გასვლა. ჯანდაბა სად არის ის? 101. ამის დედაც. 101. მეორე წრეზე გასვლა. გონი, ამის დედაც გაუშვი, სახანძრო იქით, ამის დედაც. მარცხნივ, გზის გასწვრივ, სადღაც. 101. გზიდან მარცხნივ დაეცა. მეორე წრეზე დაიწყო გასვლა. მერე დაიკარგა. გარდა სადისპეტჩეროსი, ყველაზე საინტერესოა თვითმფრინავის შავი ყუთის ჩანაწერები. რა ხდებოდა ბორტზე ბოლო წუთებში? შავი ყუთი მოსკოვში ინახება. საქმეს რუსეთი იძიებს, რაც პოლონეთში ბევრი უნდობლობას იწვევს. В официальном отчете нашего საავიაციო კომიტეტის ოფიციალურ დასკვნაში ჩამოყალიბებულია ისეთი ფორმულირება, თითქოს ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. დისპეტჩერის და პილოტის ჩანაწერი გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, პილოტს გადასცეს არასწორი სიმაღლე. თვითმფრინავი დაეშვა ნისში. პილოტმა ვერ გაიგო სად ეშვებოდა და თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა. ეს ძალიან სერიოზული შეცდომაა, თუმცა რატომღაც მივიღეთ ისეთი ჯიუტი პოზა, თითქოს ჩვენთან ყველაფერი რიგზე იყო და დისპეტჩერები უბრალოდ სადღაც გაუჩინარდნენ. პოლონელები ჩაუღრმავდნენ საკუთარ შეცდომებს მიუხედავად იმისა, რომ ტკივნეული იყო ეს და ჩვენს მათ მსგავსად ჩვენი შეცდომები უნდა გვეღიარებინა. То вот эта линия на примирение, она бы только углубилась. პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მოძველებული თვითმფრინავი Tu-154 დაფრინავდა. თვითმფრინავმა ცოტა ხნით ადრე შემოწმება რუსეთში, სამარაში გაიარა. ეს არის გრაფიკული სქემა, როგორ განიცადა კატასტროფა პრეზიდენტის თვითმფრინავმა სმოლენსკში. აქ კარგად ჩანს დასაფრენი ბილიკი და Tu-154-ის დაფრენის წერტილი. ეს არის ხე, რომელსაც თვითმფრინავი წამოედო. პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პრეზიდენტის მეუღლე მარია კაჩინსკა, პოლონეთის რესპუბლიკის ბოლო დევნილი პრეზიდენტი რიშარდ კაშოროვსკი, სეიმის ვიცე-სპიკერი ქშიშტოფ პუტრა, სეიმის ვიცე-სპიკერი ეჟი შმაიძინსკი, დეპუტატები ლეშეკ დეპტულა, ზბიგნევ ვასერმანი. ამ სიაში მოხვედრას სასწაულით გადაურჩა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი. იან ოლდოკოვსკი ლეხ კაჩინსკის ერთგული თანამებრძოლი იყო. ის სეიმის წევრია და საბედისწერო ავიაკატასტროფაზე გვესაუბრება. ოლდოკოვსკი მგზავრთა სიაში იყო, მაგრამ სმოლენსკში გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტის კანცელარიიდან დაურეკეს და სთხოვეს იქნებ ადგილი კატინში დახვრეტილთა ნათესავებისთვის დაეთმო. ოლდოკოვსკი დათანხმდა და სიიდან თავისი ორი მეგობარიც ამოწერა. ჩემი ოცნება იყო პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად კატინის ცერემონიაზე წასვლა. 3 წლით ადრე ვიყავი იქ და ვიცოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნებოდა. გარკვეულწილად ეს იქნებოდა მისი პრეზიდენტობის დაგვირგვინება. დაგვანახებდა, რომ ეს იყო ის პრეზიდენტი, რომელიც ძალიან მგრძნობიარე პოლონეთის ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების მიმართ, რომელსაც ახსოვდა ის სამხედროები. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრს, უმეტესად ხანში შეასრულა ადამიანებს სურდათ პრეზიდენტთან ერთად მგზავრობა ამ თვითმფრინავში. ესენი იყვნენ კატინში დაღუპულთა ოჯახის წევრები. როდესაც მე თხოვნით მომმართეს, რომ ადგილი დამეთო თვითმფრინავში, რა თქმა უნდა დავთანხმდი. მე და ჩემმა მეგობრებმა უარი ვთქვით, რადგან ჩვენზე უფრო პირველობა ამ თვითმფრინავში ეკუთვნოდათ კატინში დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ლეხ კაჩინსკის თანამებრძოლი ამბობს, რომ რუსულმა გამოძიებამ პოლონეთს შეურაცხყოფა მიაყენა. ტუსკის მთავრობას კი სეიმის წევრი უმოქმედობაში დებს ბრალს. სუხო რომ პოლონეთის მთავრობამ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს თუ როგორ წარიმართება გამოძიება სმოლენსკის კატასტროფის შესახებ არ თხოვა დახმარება ნატოს. პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მიმაჩნია, რომ ალიანსის მონაწილეობა ამ გამოძიებაში ბუნებრივი იქნებოდა. ანუ საჭიროება არ იქნებოდა საერთაშორისო გამოძიების, საჭირო იყო ნატოსთვის უბრალოდ თხოვნით მიმართვა. ეს პირველი საკითხი. მეორე საკითხი. პირადად მე იან ოლდაკოვსკი, მე როგორც პოლონელი დამცირებულად გრძნობ თავს იმით, თუ როგორ წარიმართა ეს გამოძიება რუსეთის მიერ. შეურაცხყოფილად გრძნობ თავს იმ პრესკონფერენციით, რომელზეც რუსებმა დამნაშავეცნეს პოლონელი გენერალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თავადის ფორმა, რომლითაც პილოტის კაბინის შესახებ საიდუმლო მასალები გამოქვეყნდა, ყველაფერი ეს იყო სასტიკი და მიუღებელი. ის ფაქტი, რომ სმოლენსკის კატასტროფის 1 წლის წინ ჩვენ აღვნიშნავთ ისეთ ვითარებაში, რომ თვითმფრინავის ნაშთი ჯერ კიდევ სმოლენსკის აეროპორტშია, როდესაც შავი ყუთები დღემდე მოსკოვშია, არის აღმაშფოთებელი. ეს ყველაფერი დონალდ ტუსკის მთავრობის სიტუაციას ამძიმებს. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელმაც პოლონეთში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. რუსულმა გამოძიებამ ექსპერტიზის შედეგი გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ პილოტის კაბინაში კატასტროფამდე 2 წუთით ადრე უცხო პირი იმყოფებოდა, რომელიც წესით იქ არ უნდა ყოფილიყო. ამ დასკვნამდე რუსები კაბინაში ნათქვამი ერთი ფრაზის მიხედვით მივიდნენ.
გამოძიება ამბობს, რომ ხმა პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურს ანჟეი ბლაშიკს ეკუთვნოდა. მოგვიანებით გაჩნდა ვერსია, რომელიც მასმედიაშიც აქტიურად განიხილებოდა. თითქოს ანჟეი ბლაშიკი პილოტს თვითმფრინავის დასმას აიძულებდა, მიუხედავად იმისა, რომ დასაფრენად მეტეო პირობები არ არსებობდა. დაიწერა, რომ ბლაშიკი ნასვამი იყო. კაჩინსკების პარტია სამართალი და სამართლიანობის აქტიური წევრი ადამ ჰოფმანი პოლონეთის სისუსტეზე მიუთითებს. ეს გამოძიება შეიძლება ითქვას მთლიანად ზუსტად ასახავს პოლონეთის მდგომარეობას. არ მოხდებოდა ეს კატასტროფა პოლონეთი რომ ყოფილიყო ძლიერი და პატივცემდეს საკუთარ თავს. იუთმტკიცებების უმრავლესობა განადგურებულია და აღარ არის შესაძლებელი სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. თვითმფრინავის ნარჩენები იყო დაჭრილი და მიმოფანტული. არა გვაქვს შავი ყუთების ორიგინალები. იქიდან გამომდინარე, რომ ნივთკიცებების გარკვეული ნაწილი განადგურდა და გამოყენებულ იქნა არასწორი იურიდიული საფუძველი ამ გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ ყველა კარტი რუსეთს აქვს ხელში და პოლონეთს არც ერთი. რამდენად სარწმუნოა რუსული გამოძიების დასკვნა? იყო თუ არა ყველაფერი მართლაც პილოტის ბრალი? დაემორჩილებოდა თუ არა პილოტი თუნდაც საჰაერო ძალების მეთაურის სიტყვიერ ბრძანებას, ასეთი რამ რომც მომხდარიყო? ან მართლა შევიდა თუ არა ბლაშიკი კაბინაში? ამ შეკითხვებზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ცნობილი ფაქტია, როცა კაჩინსკი 2008 წლის ომის დროს თბილისში მოფრინავდა, პილოტმა არ გაითვალისწინა არავის თხოვნა და თვითმფრინავი უსაფრთხოების მიზნით თბილისის ნაცვლად ბაქოში დასვა. საქმეს პოლონური მხარეც იძიებს. კაჩინსკის მომხრეები კი საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. მიხაილ შჩერბა, ტუსკის პარტიის წარმომადგენელი, სეიმის დეპუტატი და კაჩინსკის პარტიის პოლიტიკური ოპონენტია. შჩერბას შინაგან საქმეთა მინისტრის ეჟი მილერის კომისიის იმედი აქვს და დაღუპული პრეზიდენტის მომხრეებისგან განსხვავებით ვერ ხედავს საერთაშორისო გამოძიების საჭიროებას. პოლონელებსა და ჩემს პარტიას გვაქვს სრული ნდობა სახელმწიფო უწყების მიმართ. ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის მიმართაც, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ეს ცვლილება დააკანონა დღევანდელი პარლამენტის უმრავლესობამ. ეს პროკურორი კი დანიშნულია აც გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მიერ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ არსებობს დამოუკიდებელი ობიექტური გენერალური პროკურატურა, რომელსაც მთელი საზოგადოება ენდობა. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, პოლონეთის პროკურატურა გამოიძიებს ყველა იმ ასპექტს, რომელიც ეხება კატასტროფას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სამთავრობო რაპორტი, რომელსაც წარმოადგენს მინისტრი მილერი, ნათელს მოფენს ამ საშინელ კატასტროფას. ზემოთქმულიდან გამომდინარე არ არსებობს საერთაშორისო გამოძიების დაწყების საჭიროება. მიხაილ იაროსიც პრემიერ ტუსკის პარტიას, სამოქალაქო პლატფორმას წარმოადგენს. არც მას მოსწონს რუსული გამოძიების შედეგი და მას ცალმხრივს უწოდებს, მაგრამ მიაჩნია, რომ საერთაშორისო გამოძიება საჭირო აღარ არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე პასიურობას ჰქონდა ადგილი, რომ ჩვენ მხოლოდ ვისხედით და ველოდებოდით რუსეთის დასკვნას. ის დასკვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან ცალმხრივია. ამიტომ კარგია, რომ პოლონეთის მხარეც წარადგენს თავის დასკვნას. ის მზადდება იმ პირების მიერ, რომლებიც იყვნენ სმოლენსკში. დაკითხეს ადამიანები, რომლებიც იმ დღეს აეროპორტში იმყოფებოდნენ. იმედია, რომ აღარ დაგჭირდება არანაირი ახალი ინფორმაციის მოპოვება და ამ საქმეზე კიდევ ერთხელ მიბრუნება. დღეს ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ გამოძიებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა და კატასტროფის მიზეზად ტერაქტის ვერსია აღარ განიხილება. ჩვენ ვერ ვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებიც ამას დაადასტურებდა. ამიტომ გამოძიება ამ კუთხით მუშაობას წყვეტს. გარკვეულ კითხვებზე მივიღეთ პასუხი, მაგრამ როგორი უჩვეულოც არ უნდა იყოს, უფრო მეტი შეკითხვა და ეჭვი გაჩნდა. გამოძიებამ ნათელი კი არ მოჰფინა, არამედ უფრო მეტად დამალა სიმართლე. იყო თუ არა ეს მხოლოდ დისპეტჩერის შეცდომა, თუ ეს დაგეგმილი აქცია იყო, რომელიც შეასრულეს სპეცსამსახურებმა პოლიტიკური ჯგუფებისა და გადაწყვეტილებების მხარდაჭერით. გამოძიება მალავს გარემოებებს, რომ ეს სპეცოპერაციაა და არც არასოდეს იტყვის სათქმელს, რადგან ეს რუსეთის მიერ ჩატარებული გამოძიებაა და საერთაშორისო გამოძიება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რატომ მოხდა, რომ მთელი მმართველი გუნდი ერთ თვითმფრინავში იჯდა? რატომა ასეთი ბუნდოვანება ტრაგედიის გარშემო ერთი წლის შემდეგაც? რა დასკვნას დადებს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კომისია? რითი იქნება ის განსხვავებული რუსული დასკვნისგან და რამდენად მწვავე იქნება დოკუმენტი რუსეთის მიმართ? ახლა მთელი პოლონეთი და მსოფლიო ეჟი მილერის გამოძიების შედეგს ელოდება, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება. პოლონური დასკვნის შემდეგ ისევ დადგება თუ არა საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა. ამას დასკვნის შინაარსი გვიჩვენებს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით პოლონეთის სეიმის შენობასთან. ამ შენობაში მიხვდებით ყველაზე კარგად თუ რა ხდება დღეს პოლონურ პოლიტიკაში. კატინის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ქვეყანას ახალი პრეზიდენტი კომოროვსკი პრემიერ დონალდ ტუსკთან ერთად მართავს. მას ასე ჩვენი რეპორტაჟის მომდევნო ნაწილი. პოლონეთის პოლიტიკა კაჩინსკის შემდეგ. კაჩინსკების ძალაუფლებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ერთი ძმა პრეზიდენტი იყო, ხოლო მეორე პრემიერ-მინისტრი. პარტია სამართალი და სამართლიანობა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას სრულად განაგებდა. მალე კაჩინსკების მმართველობას ბზარი გაუჩნდა. ქვეყანაში ძალაუფლება მას შემდეგ გაიყო, რაც პარტია სამოქალაქო პლატფორმამ უპირატესობა მოიპოვა და იაროსლავ კაჩინსკის პრემიერის სავარძელი წაართვა. პრემიერი დონალდ ტუსკი გახდა, ხოლო სეიმის თავმჯდომარე ბრონისლავ კომოროვსკი. კატინის ტრაგედიამდე ხელისუფლება ასე ნაწილდებოდა. ერთ მხარეს პრემიერობას ჩამოცილებულ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც ვეტოს უფლება ჰქონდა და ნებისმიერი ინიციატივის დაბლოკვა შეეძლო, მეორე მხარეს კი ტუსკი კომოროვსკის ტანდემი. კატინის ტრაგედიამ ძირფესვიანად შეცვალა ვითარება პოლონეთის პოლიტიკურ რუკაზე. იაროსლავ კაჩინსკის ერთადერთი შანსი რჩებოდა. თავად ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში და გარდაცვლილი ძმის ადგილი დაეკავებინა. კაჩინსკი დამარცხდა და ორ ხელისუფლებიანობაც დამთავრდა. პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი გახდა, პრემიერი კი ისევ დონალდ ტუსკია. პრემიერს პოლონეთში დიდი უფლებამოსილება აქვს. პოლონეთის ხელისუფლების სათავეში ახლა სრულად აღმოჩნდა პარტია სამოქალაქო პლატფორმა. że dochowam wierności postanowieniom konstytucji. პოლონეთი იყო ლიდერი აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით და ამასთანავე ჰქონდა აგრესიული პოზიცია რუსეთის მიმართ. პოლონეთის ხელისუფლება შეიცვალა რუსეთისთვის უკეთესობისკენ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის კი უარესობისკენ. ტრაგედიამ შეცვალა სიტუაცია, ისე რომ რუსეთს აღმოაჩნდა უფრო მეტი ინსტრუმენტი საერთაშორისო საზოგადოებასა და ევროპაზე ზემოქმედების. ეს ეხმარება სწორედ რუსეთს იყოს არადემოკრატიული ქვეყანა. ყოველივე ეს ბადებს ვარაუდს, რომ ტრაგედია, რომელიც მოხდა 1 წლის წინ, არ იყო შემთხვევითი. W jakim stopniu zawiniła strona rosyjska. Დაუახლოვდა თუ არა პოლონეთი რუსეთს, მიმაჩნია რომ არც თუ ისე, რადგან კვლავ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც ჰქონდა ადრე. რუსეთი ჩვენი მეზობელია, ეკონომიკური პარტნიორია. ჩვენ მასთან მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ეკონომიკურ გასვლებზე. კატინის ტრაგედიის შემდეგ დღის წესრიგში თავიდან დადგა რუსეთთან ურთიერთობის საკითხი. კაჩინსკებს მოსკოვთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. შეიძლება ითქვას ყველაზე დაძაბული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ტუსკი კომოროვსკის ტანდემი საკითხს სხვაგვარად უყურებს. რუსეთთან კარგი ურთიერთობა მათ გეგმებში ჯდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, კატინის 2010 წლის ტრაგედია გახდა სწორედ ის მიზეზი, რომლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დათბობა დაიწყო. რუსეთის პირველმა პირებმა მოზომილი განცხადებები და ფრთხილი მიდგომით პოლონურ-რუსულ ურთიერთობებში სერიოზულ გარღვევას მიაღწიეს. Год назад, когда случилась эта трагедия, როცა 1 წლის წინ ეს ტრაგედია მოხდა, რუსეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ დიდი თანაგრძნობა გამოხატა. ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ყველა საუბრობდა აქაც და პოლონეთშიც. საზოგადოებრივი ინიციატივაც კი წამოვიდა, რომ შერიგების ეს ტონალობა შეგვენარჩუნებინა. ამ ყველაფერმა შექმნა კარგი ფონი, რათა რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის პოლონეთში ვიზიტის დროს პოლიტიკური შერიგება მომხდარიყო. ამასთან ახლდა რუსეთის დუმის დეკლარაცია, რომ რუსეთი აღიარებს სტალინის პასუხისმგებლობას კატინის დახვრეტაზე, რასაც დიდი ხანი ელოდნენ პოლონელები. მაგრამ ამ საკითხზე თავად რუსეთში არ არსებობს ერთიანი აზრი. არის სამეცნიერო მოსაზრება, რომ კატინის მაშინდელი ტრაგედია გერმანელების პროვოკაციაა. თავად მე მიმაჩნია, რომ ეს სტალინისა და ბერიას მიერაა ჩადენილი. Уверен, что это дело рук Сталина и Берии. მოდი მოვიქცეთ ისე რომ კატინის ჭრილობა საბოლოოდ შეხორცდეს. ჩვენ უკვე სწორ გზაზე ვართ. ჩვენ პოლონელები ვაფასებთ იმას, რაც ბოლო წლებში რუსებმა გააკეთეთ. ბოლო დროს დაახლოებული ჩვენი ხალხები უნდა მოძრაობდნენ წინ. არ უნდა გავჩერდეთ და არ დავიხიოთ უკანამ გზაზე. ეს არის ამონარიდი ლეხ კაჩინსკის მიერ მომზადებული გამოსვლის ტექსტიდან, რომელიც მას შარშან კატინში უნდა წაეკითხა. კაჩინსკის ამ ტექსტში ის დათბობა იგულისხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბორის ელცინის პერიოდში დაიწყო. 2010 წელს სმოლენსკში პუტინის ჩასვლამდე რუსეთის ტელევიზიებმა ანჟეი ვაიდას ფილმი კატინი აჩვენეს. ეს რუსეთის მხრიდან ფაქტობრივად აღიარება იყო საბჭოთა NKVD-ს დანაშაულისა. ამ ჟესტით რუსეთის ლიდერმა პოლონელ ხალხთან კავშირის დამყარება და დონალდ ტუსკის მთავრობასთან კაჩინსკის გვერდის ავლით უკვე ჩამოყალიბებული პარტნიორობის ხაზგასმა სცადა. სავარაუდოდ სწორედ პუტინის სურვილით დაიყო ვიზიტი ორ ნაწილად. ანუ კატინში დონალდ ტუსკი ცალკე ჩავიდა. კაჩინსკი მეორე ვადით კენჭისყრასაც აპირებდა.
პრეზიდენტი შიდა პოლიტიკაში კონსერვატორულ მიმართულებას წარმოადგენდა. საგარეო პოლიტიკაში კი განსაკუთრებული სიმძაფრით რუსეთის მიმართ გამოირჩეოდა. ლეხ კაჩინსკი ბრონიუ პოლსკი на арене международной. ლეხ კაჩინსკი იცავდა პოლონეთის საერთაშორისო არენაზე, მხედველობაში იღებდა იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც გეოგრაფიულად პოლონეთს უკავია. რუსეთის მზარდ მისწრაფებებს, რომ მისი მნიშვნელობა გაიზარდოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ადრე მისი გავლენის ქვეშ იყო. ლეხ კაჩინსკი ძალიან მკაცრად და დამაჯერებლად მოქმედებდა ამ მიმართულებით. ზოგჯერ გადამწყვეტ და ძლიერ ნაბიჯებსაც კი დგამდა. ცარიელი ადგილი ლეხ კაჩინსკის შემდეგ ვერ შეივსო მისი შემცვლელით, პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკით და ვერც პრემიერ დონალდ ტუსკის მიერ. დღეს საერთაშორისო არენაზე პოლონეთს არ აყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელსაც ესმის და აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელშიც მნიშვნელოვანია კავშირების დამყარება, ურთიერთთანადგომა და ურთიერთდახმარება. ამ მთავრობამ შეცვალა ვექტორები საერთაშორისო არენაზე რუსეთთან კონფლიქტების შერბილებით, რამაც მიგვიყვანა ჩემი აზრით პოლონეთის საგარეო პოლიტიკის კრახამდე. ურთიერთობის დათბობის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი გამოდგა ავიაკატასტროფის გამოძიების დასკვნა, რადგან რუსებმა ყველაფერი პოლონელი პილოტის შეცდომას დააბრალეს. რუსები ჩვენთან ერთად გაუგნებულნი იყვნენ ამ კატასტროფით. ოცნებობდით, რომ რაღაც უკეთესის წყარო გახდებოდა ეს ტრაგედია, ურთიერთდაახლოებისა და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის. უფრო გაგვიადვილდებოდა რუსეთთან ურთიერთობა, რომ ეს კატასტროფა ჩვენს წრეებს რაღაცას გვასწავლიდა, რომ ეს არის არა მარტო ბოროტება, არამედ მომავალში რაღაც კეთილი საქმე შეიძლება გამოსულიყო. ოფიციალურმა გამოძიებამ, რომელიც რუსეთში წარიმართა, გვაჩვენა, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან თანაგზნობას პოლონელები არ უნდა ელოდნენ. დღეს პოლონეთში არსებული ატმოსფერო დაუბრუნდა ტრაგედიამდე არსებულს და ვინც ეჭვის თვალით უყურებდა რუსეთს, დღესაც ასეა. საბოლოო დასკვნა ანეკდოტური შეცდომებითაა სავსე. საავიაციო კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნა ამბობს, კაჩინსკი აპრილში მიდიოდა დღესასწაულის აღსანიშნავად. მათ არ ყოფნით არც ჭკუა და არც ტაქტი, რომ იქ გლოვა იყო და არა დღესასწაული. ასეთი სახის შეცდომა უამრავია და ეს ტექნიკური ხასიათისაა. ჩვენი პოსტსაბჭოთა აურზაურისთვის დამახასიათებელი ფაქტია. კომოროვსკი ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ის შეეცდებოდა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას და ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებდა. პოლონეთი უნდა გამხდარიყო შუამავალი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. პოლონეთი არის ერთ-ერთი ის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად, ეს თქვათ, ცენტრისტული პოზიციები დაიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში და დაუახლოვოს თავისი შეხედულებები ძველი ევროპის სახელმწიფოებს. დღევანდელი პოლონეთის ლიდერები ყოველ შემთხვევაში ცდილობენ ასევე ითამაშონ უკვე არა რაღაც, ეს თქვათ, ექსტრემალური ბუფერის როლი ევროპასა და რუსეთს შორის, არამედ ითამაშონ გარკვეულწილად თქვათ, შუამავლის როლი ევროკავშირსა და რუსეთს შორის პირიქით ხელი შეუწყონ ამ ურთიერთობების დათბობას და ამ ურთიერთობების დაბალანსებას. პოლონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ახალი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში ქვეყნის როლის გაძლიერება გახდა. პოლონეთი უზარმაზარი ქვეყანაა, მაინც ჩვენი მასშტაბით 40 მილიონია და თან ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა უკვე ევროპაში, ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ 5-6 წლის წინ არ იყო ასე. ძალიან შეიცვალა ეს მისი როლი და ადგილი ევროპულ პოლიტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ მაინც დარჩა იგივე შეხედულებები. ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტერესები ემთხვევა და ჩვენი მეგობრობა ალბათ გაგრძელდება. შეუძლებელი იყო კაჩინსკის გარდაცვალებას დაღუპვას არ მოეხდინა გავლენა თუნდაც პოლონეთის საქართველოსთან დამოკიდებულებას. ეს დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია და მე ვეჭვობ პოლონეთში მოვიდეს როდესმე ხელისუფლება, რომელსაც ნეგატიური განწყობები იქნება საქართველოს ქართველი ხალხის ან თუნდაც საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ დღევანდელი პრეზიდენტი პოლონეთის იქნება ისეთივე გამოკვეთილად მკაცრი ხაზის გამტარებელი და მხარდამჭერი რუსეთის მიმართ, როგორც იყო ბატონი კაჩინსკი, რა თქმა უნდა, არასერიოზული და არასწორი იქნებოდა. დღეს პოლონეთს ყავს არა იმდენად პროამერიკული, რამდენადაც ევროკავშირული, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, პროევროპული პრეზიდენტი. კატინის 2010 წლის ტრაგედიის შემდეგ ზბიგნევ ბზეჟინსკის სტატია გამოაქვეყნა Time-მა. 10 წლეულების განმავლობაში პოლონელებისთვის სიტყვა კატინი წარმოუდგენელ დანაშაულს და ამავე დროს ტრაგედიას აღნიშნავდა. ამიერიდან კიდევ ერთ ეროვნულ უბედურებას ნიშნავს, მაგრამ შესაძლოა იმედსაც. სავსებით შესაძლებელია, რომ მომავლის ისტორიკოსებმა მოვლენათა ამ დამთხვევაში და განსაკუთრებით იმაში, რაც შედეგად მეორეს მოხვა, რუსულ-პოლონური ურთიერთობების შემოbrunების წერტილი დაინახონ.
თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს ყველაფერი ევროპაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს. თუ ეს ასე მოხდა, ცენტრალური ევროპის რუკას ტრანსფორმაცია ელის. რუსულ-პოლონური შერიგება წარმოუდგენელია რუსეთის სიახლოვეში მცხოვრები სხვა ქვეყნებისთვის უფრო უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების გარეშე. იქნებიან ეს ესტონელები, უკრაინელები თუ ქართველები, რომელთაც 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომი გადაიტანეს. სულ ახლახან ბოლო წლებში პოლონეთმა და გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის ორმა სასტიკმა მტერმა ჭეშმარიტ და სოციალურად შორს მიმავალ გეგმას და შერიგებას მიაღწიეს და სულ რაღაც 10 წლეული გავიდა მას შემდეგ, რაც მსგავს მოვლენას ჰქონდა ადგილი ფრანგებსა და გერმანელებს შორის. ევროპა, სადაც ძველი მტრები, ისეთები როგორებიც არიან პოლონეთი და რუსეთი, ძველ მტრობას დაივიწყებენ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებსაც გააიოლებს. ბრონისლავ კომოროვსკი არც იმას მალავდა, რომ ის ვერ იქნებოდა საქართველოს ისეთი მხარდაჭერი, როგორიც იყო კაჩინსკი, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არც ერთ შემთხვევაში არ გაუარესდებოდა. დავით ბაქრაძის ვიზიტის დროს პოლონეთში, როცა ის შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ სეიმისა და სენატის თავმჯდომარეებს, შედგა ორმხრივი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლებზეც პოლონეთის ყველა ლიდერმა საქართველოს დაარწმუნა პოლონეთის აბსოლუტურ მხარდაჭერაში საქართველოს მისწრაფებებში ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე. პოლონეთი საქართველოს მეგობარი რჩება და ყველა საერთაშორისო ფორუმზე მხარს უჭერს მის ყველანაირ აქტიურობას. ამასთანავე ის გარკვეული სახის დიალოგი, რომელსაც პოლონეთი რუსეთთან აწარმოებს, შეიძლება საქართველოს მხოლოდ წაადგეს. რუსეთის ჩართვა ამ რთულ დიალოგში ასევე დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. მაქვს იმედი, ეს ყველაფერი უფრო დაარწმუნებს რუსეთს, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ევროპულ სამყაროს ეკუთვნის. საგარეო პოლიტიკა პოლონეთის პრინციპში და ძირეულად, ასე ვთქვათ, რაიმე ძირეული ცვლილება არ განუცდია. ეს აღმოსავლეთი სამეზობლო, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, კვლავ პრიორიტეტია პოლონეთისთვის. სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის რეგიონი კვლავ პრიორიტეტია პოლონეთისთვის. შეიძლება გარკვეული აქცენტები შერბილდა. ოდნავ თუ კი ადრე ლეხ კაჩინსკი თვლიდა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა ევროკავშირს, პოლონეთს უნდა გამოეთქვა თავისი დამოკიდებულება, თუნდაც ის გარკვეულწილად ყოფილიყო განსხვავებული უმრავლესობის პოზიციისგან, დღეს პოლონეთი ცდილობს, რომ უფრო ევროკავშირის ფარგლებში იმოქმედოს. პოლონეთის ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთს შორის დამოკიდებულება რადიკალურად არ შეცვლილა. დღევანდელი ურთიერთობები საქართველო-პოლონეთის, ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, ასე ვთქვათ, იმ ტიპის ურთიერთობა, რაც უნდა იყოს სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ქართველები უნდა გაკავთ თავისუფლად იმ ილუზიების გამო, რომელიმე სახელმწიფო მსოფლიოში ჩვენს გამო საკუთარი ინტერესების საზარალოდ მოიქცევა. ყველა ქვეყანა, ისე როგორც საქართველო იქცევა საერთაშორისო ურთიერთობებში პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქცევიან სხვა ქვეყნები და სხვა სახელმწიფოებიც. დღესაც პოლონეთი ჩვენი ძალიან საიმედო და მყარი მოკავშირეა და მხარდამჭერია ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის, ჩვენი ინტეგრაციისა ნატოსთან და რა თქმა უნდა ამ ურთიერთობებს საქართველოს და პოლონეთს შორის და კაჩინსკი როგორც სიმბოლო, როგორც ყველაზე აქტიური, ემოციური და ასე ვთქვათ გაბედული მხარდამჭერი. ლეხ კაჩინსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მართლაც განსაკუთრებული იყო. მისთვის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი იყო და ამ ბრძოლაში საქართველოს პირველ მხარდამჭერად აღიქმებოდა. თავად კაჩინსკიც საქართველოს უპირობო მეგობარი იყო. 2008 წლის აგვისტოში, მიუხედავად იმ დიდი საფრთხისა, რაც ემუქრებოდა მის სიცოცხლეს, მაინც გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა და ორგანიზება გაუკეთა სხვა პრეზიდენტების ვიზიტსაც. მაშინ, აგვისტოში კაჩინსკიმ დიდი როლი შეასრულა რუსული აგრესიის შეჩერებაში. მამამისი იბრძოდა 1944 წლის ვარშავის აჯანყების დროს გერმანელების წინააღმდეგ და ბევრი უკვე ხანში შესული ქართველი ოფიცერი იბრძოდა მასთან ერთად და უკვე ომის შემდგომ, როდესაც ესაუბრებოდა თავის შვილებს, ის უყვებოდა ლეხ და იაროსლავ კაჩინსკებს ამ ქართველი ოფიცრების შესახებ. იმის შესახებ თუ რა მამაცები არიან ისინი, თუ როგორი ღირსებით გამოირჩეოდნენ, თუ როგორი არისტოკრატიული მანერები ჰქონდათ და ლეხ კაჩინსკის ახსოვდა სწორედ მამის მონაყოლით ეს ისტორია ქართველი ოფიცრების შესახებ და მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ გარდა სუფთა პოლიტიკური საკითხებისა, როდესაც ის მიფრინავდა
2008 წლის აგვისტოში საქართველოში, სადაც როდესაც გაუკეთა ორგანიზება 4 პრეზიდენტის წასვლას საქართველოს მხარდასაჭერად. გარდა სუფთა პოლიტიკური საკითხებისა, ის გარკვეულწილად ვალს იხდიდა სწორედ ამის ხსოვნის წინაშე. ასეთია პოლონეთი კაჩინსკის ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, ახალი პოლიტიკით და ახალი ხელმძღვანელობით. 1 წლის თავზე კატინში სხვა პოლიტიკური ფიგურები ჩავლენ, სავარაუდოდ კომოროვსკი და მედვედევი. იაროსლავ კაჩინსკი ოფიციალურ ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს. მეორე მსოფლიო ომის თემა კაჩინსკებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მათი მშობლები მონაწილეობდნენ ვარშავის 1944 წლის აჯანყებაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მუზეუმში, რომელსაც სწორედ ვარშავის აჯანყების მუზეუმი ჰქვია და ის ლეხ კაჩინსკის ინიციატივით და იდეით გაიხსნა. შემდეგ კაჩინსკების ცხოვრებაში იყო ბრძოლა კომუნისტების წინააღმდეგ. ბავშვობიდან დისიდენტობამდე, დისიდენტობიდან დიდ პოლიტიკამდე და ბოლოს კატინის 2010 წლის ტრაგედია. კაჩინსკები დაიბადნენ 1949 წლის 18 ივნისს ვარშავაში, ჯერ იაროსლავი, 45 წუთის შემდეგ ლეხი. მას შემდეგ ტყუპი ძმები ყოველთვის და ყველგან ერთად იყვნენ. სკოლაში, ლიცეუმში, ვარშავის უნივერსიტეტში, ორივე იურისტობა აირჩია, ორივე დისიდენტი გახდა და უპირისპირდა კომუნისტებს და ორივე ერთად მოვიდა დიდ პოლიტიკაში. Jestem zuch i tyś jest zuch, jest nas razem zuchów dwóch. ეს არის ნაწყვეტი ფილმიდან ორნი, რომელთაც მთვარე მოიპარეს. სწორედ ამ სურათით გაიცნო მთელმა პოლონეთმა კაჩინსკები. აქ ტყუპები 13 წლისანი არიან. წლების შემდეგ, როცა ძმები დიდ პოლიტიკაში მოვიდნენ, ასეთი ფრაზა მოიფიქრეს. ცხოვრებაში ჩვენ მხოლოდ მთვარე მოვიპარეთ. კაჩინსკების ეს სიტყვები პოლონეთში ძალიან პოპულარული გახდა. Jaka spada na mnie w tym dramatycznym momencie polskiej historii. შემდეგ ვარშავაში საბჭოთა არმია შევიდა და პოლონეთის საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოსკოვის პოლიტიკას ემორჩილებოდა. კაჩინსკების მამა მთელი ცხოვრება კომუნისტების მოწინააღმდეგე იყო. ეს განწყობა შვილებსაც გადაედოთ. Mamy wreszcie niezależne, samorządne związki zawodowe. პოლიტიკური კარიერა ლეხ კაჩინსკიმ 1977 წელს მუშათა დაცვის კომიტეტში დაიწყო, რომელიც იმ დროისთვის იატაკქვეშა ანტიკომუნისტურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. იყო გდანსკის საგაფიცვო კომიტეტის წევრი. 1980 წელს, როცა გენერალმა ვოიცეკ იარუზელსკიმ სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და მოძრაობა სოლიდარნოსტის განადგურება გადაწყვიტა, ასეთი რამ მოხდა. ციხეში ტყუპებიდან მხოლოდ ლეხ კაჩინსკი აღმოჩნდა. როცა პოლიციელებმა მონაცემში ორი იდენტური ფოტო და გვარი ნახეს, ერთ-ერთი გადახაზეს. ასე გადაურჩა მაშინ იაროსლავ კაჩინსკი დაჭერას. ლეხ კაჩინსკის 11 თვის გატარება მოუწია ციხეში. ძმები ვალენსას იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ. 1989 წელს სოლიდარნოსტის სიით კაჩინსკების სენატის წევრები გახდნენ. ასე დაიწყო მათი პოლიტიკური კარიერის აღმასვლა. ძმები ლეხ ვალენსას კანცელარიაში მუშაობდნენ. მოგვიანებით მასთან კონფლიქტი მოუვიდათ, რადგან ვალენსას ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერების მიმართ დათმობებში ადანაშაულებდნენ. ვალენსას ეკუთვნის სიტყვები: მათ შეუძლიათ მხოლოდ დანგრევა, მათ არ შეუძლიათ შექმნა. 2001 წელს ლეხ და იაროსლავ კაჩინსკებმა პოლიტიკური პარტია სამართალი და სამართლიანობა ჩამოაყალიბეს. ლეხ კაჩინსკი იყო იუსტიციის მინისტრი. 1 წლის შემდეგ ლეხმა გაიმარჯვა ვარშავის მერის არჩევნებში. 2005 წელს ლეხ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტად აირჩიეს. 2010 წლის 10 აპრილს იაროსლავ კაჩინსკი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, რადგან დედის ავადმყოფობის გამო კატინში გამგზავრებაზე უარი თქვა. პოლონური პრესა წერდა, რომ იაროსლავ კაჩინსკი უფრო ძლიერი ფიგურა იყო ვიდრე თავისი ძმა. როცა ლეხ კაჩინსკი პრეზიდენტი გახდა, მან იაროსლავ კაჩინსკის ანგარიში ჩააბარა და უთხრა: თავმჯდომარევ, მისია შესრულებულია. მთელი მსოფლიო ხედავდა, როგორ იდგა იაროსლავ კაჩინსკი თავისი ძმის პოლონეთის დროშა გადაფარებულ კუბოსთან და როგორ წარმოთქვამდა ჩუმად რაღაცას. მოგვიანებით ის თავის ტყუპის ძალზე იტყვის. მე ვფიქრობ ძმაზე 100 დღეში. შეიძლება ითქვას, რომ მე ერთი წამითაც ვერ ვივიწყებ მას. მე დავკარგე ტყუპის ცალი ძმა. რას ნიშნავს ეს? ამის გაგება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ტყუპის ცალი ძმა დაკარგა. იაროსლავ კაჩინსკი. ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად კრაკოვში ვაველის ტაძარში დაკრძალეს, სადაც პოლონეთის ყველაზე დიდი ისტორიული პირები განისვენებენ. ვაველის ტაძარში კაჩინსკის დაკრძალვას პოლონეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
კატინის ტრაგედიას პოლონეთი ერთი წუთითაც ვერ ივიწყებს. ავიაკატასტროფა პოლონური მედიის მთავარი თემაა მომხდარიდან 1 წლის თავზეც. Facebook-ში ასეთი გვერდიც კი შეიქმნა. ერთი დღე სმოლენსკის გარეშე. ახალგაზრდები ითხოვდნენ, რომ ერთი დღით მაინც შეეწყვიტათ სმოლენსკის ტრაგედიაზე საუბარი. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ტრაგედიიდან 1 წლის თავზე რა შეგიძლიათ თქვათ გამოძიებასთან დაკავშირებით? მოკლედ რომ თქვათ, ეს გამოძიება ძალიან უცნაურია. სინამდვილეში ის არც არსებობს, რადგან პოლონური მთავრობის მიერ არ იქნა სათანადოდ წარმართული. უპირველეს ყოვლისა თვითმფრინავის ნარჩენები სათანადოდ არ შეისწავლეს. შავი ყუთები არ გაშიფრულა პოლონეთში. ასევე არ ჩატარებულა გარდაცვლილი პირების ქიმიური ექსპერტიზა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ქმედება არის აუცილებელი და ნორმალური პირობა მსგავსი ტიპის გამოძიების ჩატარებისთვის. აქ კი მსგავსი რამ არ ჩატარებულა. ანუ რუსეთის გამოძიების დასკვნა თქვენთვის სრულიად მიუღებელია? დიახ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მე უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს ის, რაც გააკეთა პოლონურმა მხარემ ამ მიმართულებით. აქ მხედველობაში მაქვს ის, რომ პოლონურმა მხარემ მთლიანად რუსეთს გადასცა გამოძიება. არადა არსებობდა იურიდიული საფუძველი და არა მარტო იურიდიული, იმისთვის, რომ ეს გამოძიება ერთობლივად წარმართულიყო. ან საერთოდ მხოლოდ პოლონურ მხარეს გამოეწია. ამის იურიდიული საფუძველი იყო პოლონეთსა და რუსეთს შორის მიღებული შეთანხმება 1993 წელს და იყო ასევე სხვა სახის სამოქალაქო იურიდიული საფუძველიც. აქ გულისხმობ იმას, რომ სარემონტო სამუშაოები თვითმფრინავს ჩაუტარდა რუსეთში, სამარაში. საშუალება იყო მიგვემართა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. მაგალითად ნატოსთვის, რადგან დაიღუპნენ ნატოს გენერლები და ასევე ნატოს წევრი ქვეყნის შეერაღებული ძალების მეთაური, ჩემი ძმა პოლონეთის პრეზიდენტი. საშუალება იყო მიგვემართა ევროკავშირისთვის, არც ერთი ეს საშუალება არ იქნა გამოყენებული. რა მასალებზე მიგიწვდება თქვენ ხელი, როგორც გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმას და რა იწვევს ყველაზე დიდ ეჭვებს თქვენთვის ამ საქმეში? დაიღუპა ჩემი ტყუპი ძმა. მე როგორც დაზარალებულს ხელი მიმიწვდება გამოძიების დოკუმენტებზე. მაგალითად, შემეძლო გავცნობოდი ჩემი ძმის ცხედრის ექსპერტიზას, მაგრამ არსებობს უზარმაზარი სფერო, რაც მე არ ვიცი. ხომ არ ეწირება რუსეთთან დაახლოების გეგმას კატინის საქმის გამოძიების ინტერესები? აბსოლუტურად გეთანხმებით, მთელი ის მექანიზმი, რაც რუსეთს უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში. აქ ჩნდება კითხვა, ეს მხოლოდ პოლიტიკური მექანიზმია თუ სხვა მიზეზებიც არსებობს. ამის ანალიზს არ დავიწყებ. დიდ როლს თამაშობს შიდა ფაქტორი. კერძოდ ის, რომ დღევანდელ მთავრობას აშინებს ყველაფერი, რაც ეხება ჩემ ძმასა და სხვა დაღუპულებს, რადგან ისინი წარმოადგენენ გარკვეულ დინებას პოლონურ პოლიტიკაში, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია დღეს ხელისუფლების პოლიტიკისგან. ეს პოლიტიკური კურსი აქცენტს აკეთებდა პოლონეთის სიძლიერეზე, დამოუკიდებლობასა და რეალურ ურთიერთობებზე, რაც რუსეთთან შეგვიძლია გქონდეს. ყოველ შემთხვევაში ამ თაობაში რუსეთთან კარგი ურთიერთობისთვის საფუძველი არ გვაქვს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება რუსეთთან მქონდეს, ეს არის მასთან პოლიტიკურად კორექტული ურთიერთობა. პოლონეთის ყველანაირი მცდელობას რუსეთთან კარგი ურთიერთობა არსებობდეს, რუსეთი გამოიყენებს პოლონეთის დეგრადაციისთვის. გაჩნდა ვერსია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ანჟეი ბლასიკი პილოტს აიძულებდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა შესაბამისი პირობები დასაჯდომა თვითმფრინავისა, მაინც დაესვა ეს თვითმფრინავი აეროდრომზე. ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შავი ყუთების საკითხვის შედეგად ამ ვერსიას უარყოფს. როგორც პოლონეთის გენერალური პროკურორი აცხადებს, გენერლის მხრიდან პილოტზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. უმცირესი მტკიცებულებებიც კი არ არსებობს ამისა, მაგრამ ცდილობა კვლავ არსებობს, რომ მსგავსი სახის შეხედულება გავრცელდეს. ამ საკითხის გარშემო მასმედიაში კვლავ ხმაურია. ეს დაიწყო კატასტროფის შემდეგ პირველი წუთებიდან. იმ დღეს, როდესაც მე სმოლენსკში აღმოჩნდი, იქ მოვისმინე, რომ თვითმფრინავი 4-ჯერ ეცადა დაჯდომას, რაც რა თქმა უნდა არასწორი ინფორმაცია იყო. დღეს ვიცით, რომ ეს არასწორია. 100 მეტრის სიმაღლეზე პილოტმა აფრენით ბრძანება გასცა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი სისულელეა. თქვენ ახსენეთ საერთაშორისო გამოძიება. რამდენად რეალურია ამ ეტაპზე ასეთი გამოძიების დაწყება?
ეს პოლონეთის მთავრობაზეა დამოკიდებული, რადგან მსგავსი გამოძიების წარმართვა შეუძლებელია პოლონეთის მთავრობის თანხმობის გარეშე. ჯერჯერობით მსგავსი სურვილი პოლონეთის მთავრობის მხრიდან არ არსებობს და ვშიშობ არც იქნება. და თუ მთავრობა შეიცვლება, იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე ნაბიჯების გადადგმა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 1 წელი გავიდა და ბევრად უფრო რთული იქნება ამის გაკეთება, მსგავსი ნაბიჯები მაინც შესაძლებელია გადაიდგას. კიდევ ერთი შეკითხვა, რაც შეეხება იმას, თითქოს რუსეთიდან გადმოსვენებული ცხედარი არ ეკუთვნოდა ლეხ კაჩინსკის. გავრცელდა ასეთი ინფორმაცია და თქვენ რა შეგიძლიათ ამის შესახებ გითხრათ? Ja w Smoleńsku poznałem ciało mojego brata. სმოლენსკში ამოვიცანე ჩემი ძმის სხეული, მაგრამ ის რაც მე ვნახე, როცა ვემშვიდობებოდი ჩემ ძმას, როცა ეს უკვე კუბოში იწვა, მომეჩვენა, რომ ეს უკვე ჩემ ძმას აღარ ჰგავდა. მაგრამ უკვე დღევანდელი დღისთვის არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ თქვა ცხედარი, რომელიც დაეგრძალა ჩემი ძმა არ იყო. ამოცნობის დროს ფეხები, რომელიც მე ვნახე, ნამდვილად არ იყო ჩემი ძმის. ის სხვისი ან სხვების იყო. მოგვიანებით იპოვეს და გამოაგზავნეს. ანუ იქ ახლა დაკრძალულია ჩემი ძმა. თქვენ ფიქრობთ, რომ მსგავსი ავიაკატასტროფის ხელოვნურად მოწყობა და წინასწარ ჩაფიქრება შესაძლებელი იყო? უამრავი საკითხია გამოურკვეველი. არსებობს ასევე თავდასხმის ვერსია და მეც არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეს ვერსია უარყო. დღეს არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ვამტკიცო ეს იყო თავდასხმა, მაგრამ არც იმის საფუძველი არსებობს, რომ საპირისპირო ვამტკიცო. გენერალური პროკურატურა კვლავ განიხილავს თავდასხმას ერთ-ერთ ვერსიად. ერთი რამ უთქუარია, რუსები ვალდებულნი იყვნენ დაეკეტათ აეროპორტი და ეს არ გააკეთეს. რუსმა დისპეჩერებმა მოსკოვის მხრიდან მიიღეს განკარგულება, რომ ეს თვითმფრინავი დაეშვათ 100 მეტრის სიმაღლეზე. დისპეჩერებმა პილოტების შეცდომაში შეიყვანეს, რომ ისინი ასაფრენ ბილიკთან არიან. ეს არის ის მიზეზი, რომელმაც ნამდვილად იმოქმედა ავიაკატასტროფაზე. მაგრამ კვლავ არ ვიცით უკან რატომ არაფრინდა თვითმფრინავი, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბრძანება მიიღო მეთაურისა და მისი მოადგილისაგან. თვითმფრინავი მაინც განაგრძობდა დაფრენას. ვიცით ის, რომ სმოლენსკის ვიზიტამდე რუსეთი ძალიან უცნაურად იქცეოდა. გაკეთა პრაქტიკაში ძალიან უცნაური დიპლომატიური განცხადება პოლონეთში რუსეთის ელჩის მიერ, რომელიც მოკლე დროში დააწინაურეს და ბერლინში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ამ ვიზიტის დაყოფა მოხდა პრემიერ პუტინის მიერ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრ შემაშფოთებელ ქცევას ჰქონდა ადგილი რუსეთის მხრიდან, ჯერ კიდევ ვიზიტამდე. გადავიდეთ ამ ტრაგედიის პოლიტიკურ შედეგებზე. რა შეფასებას მისცემთ იმას, რომ კატინის ტრაგედიის შემდეგ, სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო რუსეთ-პოლონეთის კიდევ უფრო დაახლოება? ეს არის შეკითხვა მათთან, ვინც დღეს პოლონეთის ხელისუფლებაშია, ის კატასტროფა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ბევრი მნიშვნელოვანი პირი იღუპება. კატასტროფა, რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ, უცნაურია და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ ეჭვს ბადევს. რატომ უნდა გახდეს პოლონეთსა და რუსეთს შორის დაახლოების მიზეზი? ეს განსაცვიფრებელი სიტუაციაა, მით უფრო რომ რუსები თავიანთი მხრიდან თუნდაც მცირე დოზითაც კი არ გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას არც ერთ საკითხში. ეს არის პოლონეთის დეგრადაცია და თუ რატომ მიაჩნიათ ბატონ კომაროვსკისა და ბატონ ტუსკს, რომ მიუხედავად ამისა რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს, ეს არ ვიცი. ეს დღევანდელი პოლონეთის პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. არ მინდა ჩემი ვარაუდები წარმოვადგინო, მაგრამ აქ რაღაც მექანიზმები უნდა მოქმედებდეს ჩემი აზრით. ხომ არ იყო რუსეთთან დაახლოება პოლონელი ხალხის სურვილიც, რადგან ტუსკმა და კომაროვსკიმ გაიმარჯვეს არჩევნებში და სწორედ მათ პოლიტიკას მისცა პოლონელი ხალხის უმრავლესობამ ხმა და ეს მოხდა კატინის ტრაგედიიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ. არ მიმაჩნია, რომ ამ საქმემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამომრჩევლების გადაწყვეტილებაში. აქ სხვა ფაქტორებმა ითამაშა როლი. უპირველეს ყოვლისა იმა, რომ ჩემთან შედარებით ჩემს ოპონენტს ჰქონდა მასმედიის დიდი მხარდაჭერა. ასევე სოციალისტური წყობის შემდეგ შემორჩენილი ისტებლიშმენტის დიდი მხარდაჭერა. პოლონეთში საგარეო პოლიტიკა არჩევნების დროს არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე. პოლონეთში არსებობს ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს კომუნისტური პერიოდის ცნებებით.
რომელიც იმ დროისადმი ნოსტალგიითაა გამსჭვალული. მაგრამ ეს ნამდვილად არ შეადგენს მოსახლეობის 53%-ს, რაც ბატონმა კომოროვსკიმ არჩევნებში მოიპოვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამას შეეძლო რაღაც მნიშვნელობა ჰქონოდა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია. რადგან აქ ხალხი არ წყვეტს, რა პოლიტიკა იწარმოება რუსეთის მიმართ. ეს არის სახელისუფლებო ელიტის გადაწყვეტილება. რა ახდენს ამ ელიტის გადაწყვეტილებაზე გავლენას, ძნელი სათქმელია. რადგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იყო თუნდაც პოსტკომუნისტური პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი, რომელიც კომუნისტური ელიტიდან იღებს სათავეს. ის ხშირად რბილი იყო რუსეთის მიმართ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ცალსახად მკაცრი იყო. რა შეგეძლია თქვათ საქართველოს პოლონეთის დღევანდელ ურთიერთობაზე? ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პირადად ლეხ კაჩინსკის სახით დიდი ლობისტი დაკარგა და რომ ის გულითადი მეგობრობა, რომელიც პოლონეთსა და საქართველოს ჰქონდათ, აღარ გაგრძელდება მომავალში. Było oświadczenia ze strony przedstawicieli. პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იყო ნათელი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი აც გარდაცვლილი ძმის პოლიტიკა არ გაგრძელდება. დღეს საქართველოს პოლიტიკის წარმოება იქნება ფუნქცია ისეთი ქვეყნების, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები ან თუნდაც ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნები. მაშინ როცა კლინტონი ესტუმრა თბილისს და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპირებული, იქ ბრძანდებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანაც იგივე განაცხადა. ეს იქნება მეორადი პოლიტიკა. ჩემი ძმა შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ამ საკითხში და შეეძლო მას მოეხდინა გავლენა სხვებზე. ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდება. ეს ხომ არ არის სწორედ აი რუსეთთან დაახლოების გეგმის ნაწილი? რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ბრძანდებით. ის პოლიტიკა, რომელსაც ჩემი ძმა ახორციელებდა და მეც ვახორციელებდი როგორც პოლონეთის პრემიერი, აღარ გაგრძელდება. პოლონეთმა რადიკალურად შეცვალა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩემი ძმა აწარმოებდა და რომელსაც მე როგორც პოლონეთის პრემიერი ვაწარმოებდი. ჩვენ აქცენტირებას ვაკეთებდით პოლონეთის პოზიციაზე ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, თურქმენეთიც კი. ყაზახეთთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები. მოკლედ რომ ვთქვათ, სხვადასხვა სახის ქმედებებს ჰქონდა ადგილი ჩვენი მხრიდან. ზოგ მათგანს ენერგეტიკული თვალსაზრისი ჰქონდა. მათი მიზანი იყო ამ ქვეყნებში პოლონეთს ჰქონოდა ძლიერი პოზიცია და იმავდროულად პოლონეთი ამ ქვეყნებს ლობირებდა დასავლეთის ქვეყნებში, რათა შესულიყვნენ ნატოში, ზოგიერთი ევროკავშირშიც კი. ეს პოლიტიკა აშკარად იქნა უკუგდებული და ამის შესახებ არაერთი სტატია დაეწერა, მათ შორის თავად სიკორსკის მიერაც. დღეს რუსეთზე კეთდება აქცენტი. მე კვლავ ვიმეორებ, თუ ამერიკელები გამოვლენ საქართველოსთვის სასარგებლო წინადადებებით, სიკორსკი იმავეს გაიმეორებს, მაგრამ საკუთარი ინიციატივით არა. თქვენი პარტია წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ ძალას პოლონეთში. რას გეგმავთ მომავალში, რამდენად რეალურია თქვენი დაბრუნება ხელისუფლების სათავეში, რა შეფასებას აძლევთ თქვენ შანსებს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში? No cóż, wybory już niedługo. მალე არჩევნები იქნება და გვაქვს დიდი შანსი ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ. კითხვა ჩდება, გვაქვს თუ არა შანსი უმრავლესობა მოვიპოვოთ, რაც ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოახერხა პოლონეთში, ვერც პირველსა და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში და ვერც 1989 წლის შემდეგ. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც დავისახეთ, მაგრამ არ ვმალავ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ამისათვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვდახდით ინტერვიუზე. მადლობთ.